ავიღოთ თითქოს უწყინარი ცოდვა, რომელსაც ვერცხლის მოყარეობა ქვია. სოხს გონია, რომ არაფერი არ არის, რომ კაც სიმდიდრე უყვარს. აი მე რა წოდები ჩამოთვალე, იმ წოდებზე დიდ საშინელებებს ჩადის ვერცხლის მოყარეობა. ვერცხლის მოყარეობის გამო ადამიანები ერთმანეთს კლავენ. სიმდიდრის გამო. რატო იპარავს კაცი? რატო ყაჩაღობს? რატო ცრუობს? რომ გამდიდრდეს. ის კი არა ზოგი იქამდე დაეცა ადამიანებით ვაჭრობს, რომ გამდიდრდეს. ეს ხო არ გაუქმებულა. თითქოს ყველა ამბობს, რომ მონობა აღარ არის ქვეყანაზე, მაგრამ როგორ არა? ადამიანებს იჭერენ. ზოგს ორგანოებად ყიდიან. ზოგს სამეძაო სახლებისთვის. ზოგს კიდე რა და ზოგს კიდე რა საქმისთვის. ეს ყველაფერი არსებობს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შემოსავალი აქედან შემოდის. იმ ადამიანებს, რომლებიც ვერცხლის მოყარეობის გამო აკეთებენ ყველაფერს. აიღეთ ზოგიერთი ბიზნესმენი. ადამიანებს ამუშავებს დილიდან ღამემდე. თუ რამე შეეშლება, ამ უბედურმა თავის ჯიბიდან უნდა ამოიღოს. არანაირი თანადგომა. ეს იგივე ქურდობა. კაც ამუშავებ, შემდიდრდები და იმას თითქმის არაფერს არ აძლევ. იმდენს აძლევ, რომ არ გაიქცეს. ესეც გათვლილი გაქვს. არ ძალიან ცოტას არ აძლევ, რომ გაიქცევა, არც რაღაცა აწვალებ. ეს ჩვეულებრივი კერპთაყვანისმლობა. იმის გამო, რომ ფული მოაგროვოს, მოყვას არაფრად აგდებს. ივანე ოქროპირი ამბობს, აი როცა ამ ადგილს გამარტავს წმინდა წერილისას, 1000 შეშმაკეულთან ცხოვრება მიჩვენია ერთ ვერცხლის მოყარე კაცთან ცხოვრებას. შეშმაკეული კაცი არავის არ ავნებს. თავის თავს ნებს. მაგით აქაც როგორ არა, რა თქმა უნდა, კლდეებზე ეცემოდა, თავს ურტყავდა, შიშველი დადიოდა, საფლავებში ეძინა, თავის თავს ტანჯობდა. ვერცხლის მოყარე ადამიანი რამდენს აუბედურებს. იუდა იყო მოციქული. ადამიანებს კურნავდა, ეშმაკებს დევნიდა და ვერცხლის მოყარეობის სოდამ გახადა მერტის კვლელი. მოძღვარი გაყიდა. თან ეს 30 ვერცხლი ტიწირა იყო. მონის აფასური. ღმერთი მონის ფასად გაყიდა. აი რას უშვება ვერცხლის მოყარეობა ადამიანს. ეხლა როცა ამაზე ვსაუბრობთ, თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს ჩვენ არ გვეხება. ჩვენც ვართ ვერცხლის მოყარეები. კაცმა რო თქვას არა ვარო იტყვება. იშვიათად უნახავ ის ადამიანს, რომ ვერცხლის მოყარე არ იყოს. ივანე ოქროპირი ამბობს, შენ შეიძლება თქვაო, რომ მე უფალი არ გამიყიდიაო. მაგრამ ათხოვარს ხედავო, შიშველსო, შეუმოსავსო, უჭმელსო და არაფერს არ აკეთებო, შენც იგივეს აკეთებ. რომ უფალი ამბობს, რომ თუ აჭამე გაჭირვებულს, თუ ჩააცვი, თუ მოუარე წყალი, თუ მიაწოდე სახ, თუ შეიფარე, ეს მე გამიკეთებ. ვერცხლის მოყარეობამ უამრავი ქალაქი გადაწვა. უამრავი ოჯახი დაანგრია. არ გინახავთ თქვენ ძმები ღობეზე რო ჩხუბობენ 1 სანტიმეტრით იქით იქნება თუ აქეთ. რა მნიშვნელობა აქვს? მაგრამ ფიქრობს, რომ იმას შემზე მეტი არ ქონდეს შურს და ართმევს. ადამიანმა სიმდიდრე პატიოსანი ზითაც რომ შეიძინო, თუ მოწყალი არ იყავ, ეგეც დაგუყავს. სოხს გონია, რომ თუნდაც კეთილ სინდისიერად შეძენილი ქონდები თვითონ უნდა იცხოვროს პოპუნებით, არა. ღმერთმა იმიტომ მოხსა სიმდიდრე, რომ იმას მისცე, ვისაც არ აქვს.